იმერი Motors. ალექს ხაზზე ვარ. ნახეთ ახლა კომერციულ თემას ძალიან ვავითარებთ. მინდა რომ ეს სფეროც განვითარდეს სერიოზულად, ასეთი დონფენები, სამგზავროები, აი ესეთი Geely Verizon. ასევე კომერციულები, Super One-ები Geely Verizon და ასეთი დისტრიბუცია, ეგეც Verizon-ებია. მოდით შევხედოთ, აი ესეთი უკნიდან მასეთია. აი Verizon-ი აქედანაც აი ასეთია. გავისეინოთ კიდე. ასევე არის კომპანიები, რომელსაც აქვს თავის ცეხები. მოაქვთ აი ესე შასი ჩვეულებრივ და შეკვეთით უკვეთებენ უკვე ყუთებს. ყუთები არის ჩვეულებრივ სატვირთოებები ან კიდე სპეციალური რეფრიჟერატორისთვის, ანუ მაცივრისთვის. აქ არის დანადგარები, აქ არის მთლიანი ხაზი, სადაც მაგას აშენებენ. აქ შეიძლება დავინახოთ ახლა ფრაგმენტები, როგორ კეთდება. ყველგან არის მოტანილი უკვე სპეციალური მასალა და ზოგი კომპანიებს არ აწყობს სტანდარტული ყუთები, აშენებენ და უკვეთავენ თავის ზომებს, რაც მათთვის საჭიროა. ეს კი დანადგარია. აი, ნახეთ, ეს პრესი. აქეთ კიდე დასაჭრელი დანადგარი, აქეთ კიდე მასალა, სხვადასხვანაირი. ბევრი არის ყველაფერი. ჩვენ ახლა მაგ ყველაფერს ვუყურებთ. აქაც რაღაცას უკეთებს. ხელოსანი. ახეთ გავაგრძელოთ. აი, აქაც კიდე. так. აჰა. ნახეთ, აი კიდე ჩანგანგები და დონფენი ჩანანი. ნახეთ, აქაც სპეციალური მასალა, სპეციალური დანადგარები. აქ ახლა ყველა დეტალი და უამრავი სხვა მასალა არის, რომელიც მერე უпростоრეთ რომლისგანაც მერე აეწყობა, ხო? ეს ყუთი და ყველაფერი. იქიდანაც გავხედოთ ახლა ჩვენ აი ჩანანებს. აქ ახლა ჯერჯერობით სადაც ვარ, ფასები არ გვაქვს, ეს ჩვენ ვართ ახალი მოსულები, მაგრამ ეს ავტომობილები არის უკვე საექსპორტო საბუთებით, რომელიც ჩვეულებრივ შეიძლება მალევე წავიყვანოთ. როგორც იცით, კიდევაც გაგახსენებთ, რომ ჩინეთიდან ახლა ახალი ავტომობილების ექსპორტი აიგრძალა. ან 180 დღე უნდა იდგეს მანქანა აქ რო იყოს რეალური მეორადი, ან კიდე სხვა ვარიანტები, რომელიცაც გაგაცნობთ. მithumetes ვისაც თანამშრომლობა უნდა, ყველაფერს გეტყვით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და შეიძლება ვითანამშრომლოთ ლოგისტიკაში, მანქანის შესყიდვაში, მოწოდებაში, სერვისში, ჩინეთში და დანარჩენი ყველაფერი, რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას და ურთიერთობას ბიზნესში, ხო? აი ესენი ჩანანებია, აი ესეთები. ეს ახლა აი 353 კილომეტრი, ესეც სავარაუდოდ მასია. ეს არის Verizon-ი, ესეც არის Verizon-ი F3. მოდით ნახოთ შიგნით. ნახეთ. ჩვეულებრივ ახლა არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, სადისტრიბუციოა. ზუსტად ეს მწვანეები, რასაც ვანახებ, ესენი არიან 315 კილომეტრი ერთი დატენვით. აი ესენი 315 კილომეტრი. თუ დაგაინტერესებს მასეთები. ნახეთ კიდე. ეხლა ცოტა, ეხლა ვაპირებ რამოდენიმეს უკვე აქედან ყიდვას. შეიძლება წამოვიყვანო. და აი ესენი კიდე ვისაც აინტერესებს, ესენი ძალიან მაგარი მანქანებია. ეხლა არის 2 ცალი. ნამდვილად შეიძლება ესენი შევიძინოთ. ამიტომ დავიკავშირდით იმერი Motors, ასევე კიდევაც გეტყვით, რომ ჩინეთში საქმიანობას რო იწყებთ, იყავით თხილად, ძალიან მაქსიმალურად შეამოწმეთ თქვენი მომწოდებელი, რაც ძალიან რთული საქმეა. მე მაგ გამოცდილება, მიუხედავად იმას, რომ გამოცდილება მაქვს, მეც მქონდა, დავარქვათ,
არასასიამოვნო პრობლემები ფინანსებთან დაკავშირებით პირდაპირ, რაც არის, რომელიც კიდევ უფრო გავამარტივოთ, როცა გატყუებენ და არასრულებენ თავის ასე ვთქვათ მოლაპარაკებას და თავის კონტრაქტს და ასე შემდეგ, რომელიც მე ძალიან რთულია რამე დროს გაარკვიოს საერთოდ. ამიტომ თხილად ეყავით, მიუხედავად იმას, ვისთან იმუშავებთ, ჩემთან იმუშავებთ თუ სხვასთან იმუშავებთ, უბრალოდ გაფრთხილდით, ეხლა ისეთი დრო არის, როცა ესეთი სიტუაციები უკვე ასე ვთქვათ იშვიათი, ადრე ძალიან იშვიათი იყო, ეხლა არც მასე ბევრია, მაგრამ მაინც უკვე მეტად ისმის და მეც დამმართია უკვე მაგნაირი სიტუაციები. ესეც არის ჯონტონგები. ეს ეხლა ძალიან ძველი მოდელებია. ახლა უშვებენ მაგენს, მაგრამ ძალიან ძველი მოდელებია, შიდა ბაზრისთვის არის ეს მაცივრები და საკმაოდ ძვირიანებიც არის, უკვე ეგენი არ ღირს, უკვე შეიძლება ვიყიდოთ სხვა კარგი ბრენდი, რომელიც იქნება რეალურად სერიოზული. და არა ესენი, რომელზეც საერთოდ მე არც ნაწილი არ ეშოვება და არც არაფერი რა. აი ეგეთ რაღაცები ძალიან იშვიათი მანქანაა. მაგიტომაც ეთყობა აქ დგას იმაში, რა ქვია, მტვერში, ჩამტვერებული მანქანები დგას, რა ვიცი, ვინმეს უნდა თუ არ უნდა, არ ვიცი. ანუ ისინი კიდე, ესენი უკვე ასე ვთქვათ, ხადდაუი. ეს უკვე ავტომობილები არის, რომელიც სულ იყიდება. აი კიდეთ ნახეთ, ეს ფერი ზონები, მაგრამ ეს არის ესეც სატვირთოა, ხო. ესეც სატვირთოა, დაკეტილები არის, ნახეთ კიდე ორი ცალი. აი ორი, ერთი და აი მეორე. 83 კილოვატიანები, 430 კილომეტრი. მე მგონი ძალიან მშვენიერი არის ეს. ასევე ერთი BYD T5, ეს არის გიბრიდი. ეს ესეთი ფერიზონი, ახლა მაგისთვის აკეთებენ რომელიღაც ყუთი მაგისა იქნება. ან კიდე ის, რომელიცაც ახლა ზუსტად აკეთებენ. ასევე ლოგისტიკა როცა დაგჭირდებათ, აი ესეთი მანქანა იქნება თუ ასეთი მანქანა იქნება, თუ რაიმე ასეთი პატარა მანქანა იქნება და სხვა ნებისმიერი ავტომობილები შეიძლება მოგმართოთ. კომპანია Strongway Logistics Georgia. ჩვენ ვაწარმოებთ მაგ ლოგისტიკას. და ძალიან სწრაფად ჩამოყავს სხვათა შორის, ასევე ტვირთები, რაიმე ტვირთები თუ გაქვს ჩინეთიდან, საკონტეინერო ტვირთები, ჩვენ შეიძლება ნებისმიერ წერტილით ჩინეთიდან წამოვიღოთ და გავგზავნოთ ეს ტვირთი საქართველოში. უკვე ინფორმაციისთვის კი დამიკავშირდით, ყველაფერს გავივლით და ვითანამშრომლებთ. მინდა რომ უსაფრთხოდ რეალურად კარგად ვითანამშრომლოთ ყველა და კაი პირობები გქონდეს, სიჩქარე, სადაც ზღვა არის ახლა უკვე 3-4 თვე მიდის ზღვის ტვირთები, ზოგი მეტი გააჩნიათ, მით უმეტეს ახლა რაც სიტუაცია მსოფლიოში, ხო? და ასევე კიდე ტვირთი, რომელიც სამგზაოთი მიდის, კი მუშაობს, მაგრამ იქ მეტი რისკია. სადაც მანქანა იკაწრება, ან რაღაცა პუჭდება, ან თვითონ გადამზიდის მანქანა პუჭდება, რაც ძალიან ბევრჯერ მქონია და ძალიან შემაფერხა დროში და ახლა მომხმარებლებთან მე არ იყო, ასე ვთქვათ, კარგი, არ გამოვიდა კარგად, რომ დავაგვიანოთ 2 კვირა, 3 კვირა, 4 კვირა, ყველანაირი ამნაირები იყო. ხო და ამიტომ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ სერვისი და ვინც უკვე ბიზნესს აკეთებს, იცის, რომ დრო და სერვისი და იმედიანობა უფრო, ასე ვთქვათ, უფრო ფასი აქვს ამ ყველაფერს, ვიდრე ძალიან იაფად და ძალიან ნაკლებ ინფორმაცია, ძალიან ნაკლებ სერვისში, სადაც ბევრი რამე კიდე არის მოულოდნელი. ასე რომ იმერი მოტორს თუ დაგაინტერესებთ ავტომობილები ჩინეთიდან ნებისმიერი, ახლა ეს ზუსტად არის დისტრიბუცია, კიდე უამრავ ვიდეოს დაგანახებთ, გადახედეთ აქედან შეიძლება რამე დაგაინტერესოს, დამიკავშირდით იმერი მოტორს, მე ვარ ალექს, დროებით.